ნომერ 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების ჩართულობითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პოსტიმპრესიონიზმი ფურცელზე ჯერ თემის შემდეგ კი ნახატების სახით გადმოიტანეს. ბავშვებმა თავიანთი შინაგანი მდგომარეობა წერითა და ხატვით გადმოსცეს. პროექტის და თემის ინსპირაცია ვან გოგი გახდათ, რომელიც ხსენებული მიმართულების ავანგარდშია. პროექტის ერთ-ერთი შემაჯამებელი საფეხური კი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იყო, რომელიც ვან გოგს მიეძღვნა და ფართო ეკრანზე ოზურგეთის კულტურის ცენტრში შედგა. ცენტრის ფოიეში კი მოსწავლეების ნახატები იყო გამოფენილი, რომელშიც მათი შინაგანი სამყარო იკითხებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, იმიტომ რომ ასეთ ნახატი ჯერ არ დამიხატია და საინტერესო იყო იმ მხრივ დავხატეთ ჩვენი შინაგანი სამყარო, ანუ არ ქონდა ამის მნიშვნელობა როგორ ფერებში დავხატავთ, უბრალოდ ისე უნდა დაგვეხატა, როგორც ჩვენ გვსმთავს. მოგცა ასევე ძალიან დიდი გამოცდილება. ჩემთვის ამ პროექტზე მუშაობა ძალიან სახალისო იყო, თან ბავშვებთან ერთად რომ მუშაობდით, კარგი იყო და საინტერესოც იყო. გამოცდილებაც მივიღეთ ხატვის მხრივადაც და დავხატეთ ჩვენი შინაგანი მე. ეხლა კიდე ფილმს უყურებდით ვან გოგის. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ყველაფერი. იდეა იყო თვითონ ძალიან საინტერესო. აქამდე მე არ მსმენია ყოველ შემთხვევაში. რაღაც ძველი და ახლის საოცარი სინთეზი იყო. გულისხმობ იმას, რომ მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ამ კონკრეტული ხელოვნების მიმდინარეობის შესახებ და თან გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი. მე ჩემის მხრივ, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელმა, შევეცადე დავხმარებოდი მოსწავლეებს საკუთარი თავის შეცნობაში, იდენტობის ბორბლის გამოყენებით და ვასწავლე, როგორ უნდა დაეწერათ მინიშნებები, რომ ხელოვნურ ინტელექტს სწორი პროდუქტი მიეცა ბავშვებისთვის. შესაბამისად, განსხვავებული პროცესი იყო და ზოგადად განსხვავებული ბავშვებს ძალიან მოსწონს. მოტივაციას ზრდის პირველ რიგში და შემდეგ მათ პროდუქტს კიდევ უფრო წარმატებულს და მნიშვნელოვანს ხდის მათთვის. უფრო მეტად დამამახსოვრებელი. პროექტი ჩემი შინაგანი მე დავეთანხმები რუსას, რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო ამ ძველის და ახლის ერთმანეთთან შეხვედრის გამო და ბავშვებმა ის საკითხები, რაც გაიარეს რუსულ მასწავლებელთან ერთად წერეს, შემდეგ უკვე გადაეცა ხელოვნური ინტელექტს, რომელმაც შეთავაზა თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო პოსტიმპრესიონიზმში მათი შინაგანი მე ნახატის სახით, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, როდესაც ჩვენ შემოთავაზებული ხელოვნური ინტელექტის მიერ ნახატების ხატვა დავიწყეთ, პროცესში ბავშვებმა სრულიად შეცვალა ყველაფერი, ფერები გადაასხვაფერეს, მიმიკები და მართლა იგრძნობოდა მათი მუშაობის დროს, რომ აი შინაგანმა წინ წამოიწია და ფიზიკურად ფერის არჩევის დროს, აი მონასმის დროს ამ ყველაფერს ვერ გავეკეცით. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ვფიქრობ, ღრმა ცოდნა მიიღეს ამ თემის ირგვლივ პროექტის ფარგლებში ბავშვებმა და ვფიქრობ, რომ აი თვითონ ხატვის პროცესაც მათ ძალიან დადებითად იმოქმედა მათზე. ფილმი ავირჩიეთ ვან გოგის ცხოვრებაზე, იქიდან გამომდინარე ვიცით პოსტიმპრესიონისტა როგორ ახლოს არის და თან ვფიქრობდით, რომ ერთად შევთანხმდით ამაზე, რომ ვან გოგის ცხოვრების ნახვა იმ კუთხით ჩვენი პროექტისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ ერთ-ერთი მხატვარი არის, რომელმაც ძალიან აქტიურად გადმოიტანა ტილოზე თავისი შინაგანი სამყარო და მის პროცესის დაკვირვებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის.